გამარჯობა ხალხო. ეხლა არ ვიცი რას ვაკეთებ, მაგრამ ვაკეთებ. ინოჩენტეს ხატი. სი. აბარჩო. დევიტოლიო. თავის სიმღერა და YouTube-ი დამიბლოკავს. ხალხო, გამარჯობა. მოგესალმები. ესე ძალიან ახლო გადაღება. non posso. Si sente? Sì, inocente, sì, perché il telefono mio è sensibile. E mo? Mono. ხოდა, ინოჩენტეს მიეცა ჩემი ცოდო და თქვენი ცოდოც, რა ვიცი ვისი ცოდოც. ხალხებო, ეხლა ვაიმე, საიდან დავიწყო? დავიწყებ იქიდან, რომ ინოჩენტე მეხლადო სიმღერა. სათვალებულა მეკეთოს, იმიტომ რომ ისა ხედავდე ჩემ თავს თორე ძალიან უბედურად ვარ, არ ვიცი როგორ ვარ. დადო სიმღერა. ხოდა ძალიან უთქვენოთ არაფერი არ გამოდის. ანუ უთქვენოთ და უჩემოთ. მე უნდა მოგაწოდოთ ხმა, რომ ნახვები გქონდეს. თუ არა თქვენ ისე ვერ ანახულობთ ბევრი თქვენი მათგანი, არ ვიცი. შეტყობინება არ მოდის. ხოდა, ეხლა ახლოდან არ მიყვარს ეს ჩემი კბილის პრობლემა, ეს ისა არ მიყვარს. მეუთხარი, არ ჩავწერ ვიდეოს მეთქი. მე დავატყე, რომ გულნაკლულია და მე კიდე არ შემიძლია ადამიანს ვერ როცა შემიძლია რამის გაკეთება ადამიანს ვარს ვერ ვეუბნები და მითომ შევქმარს ახლა რანაირად, ხო? ხოდა, ეხლა აცხა, ფუცხად გავეგზადე, გადავიცვი კაბა, თან უნდა გავიდეთ გარეთ და მაგიტომ თან ჩავწერ ვიდეოს მეთქი. ეგ რო გითხარით, რომ სიმღერა დადო და ვისაც გინდათ რომ გაახაროთ, რამაძოტის სიმღერა, ეროსი რამაძოტის სიმღერა არის, რავი, ჩადო გული და სული და ეხლა თქვენ იცოდეთ, მოგეწონებათ, არ მოგეწონებათ, თუ არ მოგეწონებათ, ნახვები ხო მაინც ექნება, რა ვიცი, ეხლა თქვენ იცოდეთ. გადავატრიალე რაღაცა პატარა თასი, დავადე იმაზე დავკეცე რაღაცა მაგიდის სუფრა, მიგაყოლდეთ ინოჩენტეს კომპიუტერზე და როგორღაც ვიღებ ვიდეოს. საიდან დავიწყოთ? არა ვარ სახლში. დაიწერა კომენტარები, რომ ინოჩენტე იცი რომ და ნანა წერენო, რომ ეხლა ნანაც მოვაო. ხოდა მეთქი. სალფეტკი ავიღო, კრემი წავისვი და ვერიტარ ჩემი სახე კრემს და ეხლა სუგარეთ დაიწყებს გამოდენას. მოკლედ. წინა კვირას ხალხებო, ძალიან დიდი ამ ბოლო დროს გადავიტანეთ დიდი სტრესი. მე უკვე ყველაფერს უძლებ მრავლობითში რომ ლაპარაკობ, უფრო ინოჩენტეს მყავს მხედველობაში. იმიტომ რომ მე უკვე ისე ვარ გაქვავებული, მე უკვე ისე ვარ გააკაჟებული, რომ არ ვიცი, ღმერთო, ცუცნურაფერს მოაწევ, ჩემი ყველა კარგად ამყოფე და ჩემ თავზე ყველაფერს ვიტან რა. ხოდა რაღაცა წაეწყო ერთმანეთს პრობლემები, ნერვების მოშლა, რაღაცა ისინი დიდი კი არაფერი და რამე, მაგრამ ვერ უძლებს, ხო და ძალიან მქონდა ნერვები, რომ აღარ მინდა ერთი საღამო უკვე ისე მივიდა, რომ აღარ მინდა არაფერი, არ მინდა გაჩერება, არ მინდა ვერავის ვერ ვიტანა. მეუთხარი, მივაწოდე ტელეფონი, მეუთხარი დარეკე. იქნება და ბინა თავისუფალია ესა. დავრეკეთ, არა მქონდა იმედი, იმიტომ რომ მაისში უკვე დამსვენებლები მოდიან, ხო და დავრეკეთ და გვითხრა რომ 20 სალვე. იქიდან ეგაზი საკეთად მეძღვარი. გამარჯობა. ხო და დარეკა და გვითხრა რომ 23 რიცხვამდეო თავისუფალია ბინაო და მერე კი მოდისო, ხო და მე მანამდე ეს მეორე მუხლი მაქვს აწიოკებული, მაგისი ისა მაქვს დანიშნული 21-ში კომპიუტერული ტომოგრაფია თუ რაღაცა რო ქვია კატეთუ ბრატე რაც არის ეგ უნდა გავიკეთო და ჩვენ 21-ში მაინც უნდა სახლში ვიყოთ თქვენთქი და ორ დღეში კვირას საღამოს ეს მოხდა, შაბათს თუ კვირას არ მახსოვს და სამშაბათს დილით გამოვქანდით. ჩამოვედით, უკვე დღე რა დღეა. კვირაზე მეტი აქ ვართ რა, სამშაბათს ჩამოვედით მოკლედ, ხო და დღეს ხუთშაბათია და გავნიავდით, დავისვენეთ, კარგი ამინდები, დაგვემთხვა, რო ჩამოვედით მაშინა წვიმდა, ცოტა მოწვიმა და მოკლედ კარგად ვართ. თვითონ ეშმაკთვალიშიაც არის, ხო იცი? განვიტვირთეთ, გავხალისდით და კვირას წავალთ სახლში, ან ორშაბათს სახლში ვიქნები. ხო და მე მაგას ვამბობდი, რომ აი სუის ჩამოვედი.
სახში რო ჩავალმეთქი, მე ჩავწერ ვიდეოს, ეს დღეები ლელაც მეუბნებოდა, სადახარ მომენატრე და გამოჩდი ბევრი სადახარ პირადში ბევრი მწერდა, ვინც პირადში მომწერა, იცით რომ აქ ვარ. ხო და ბევრმა მომწერა, იმიტომ რომ არ გამოჩდიო ზოგ, მაიფიქრა რა მოხდა. ის კი არა, სულამოებს რო ვყიდულობ ხოლმე, იმ გოგომაც მომწერა, რომ ხო, კარგად ახართო და კი მეთქი. ვაიმე, მაგას გამახსენდა ხალხო. რა არის ადამიანები, რო ვიტყვით ხოლმე, აი ყველა გაფუჭდა და აი არავინ კარგი ახარ არის. არ არის მასე ხალხო, არა. მე ხო სულ ამბობ, რომ აი და ჩუქარი ბროში. მე ხო სულ ამბობ, რომ ძალიან ბევრი, უბრალოდ ცუდი ჩანს ბევრი. აი იმხელდენ მინდორ ჯეჯილში ერთი სარეველა ჩანს და თვალში მოგხვდება და გგონია ბევრი. არა, ბოროტები და ცუდები ბევრი არ არიან, ბევრი არიან კარგები. რატო ვიძახი ხა დილას არა ცოტა მერე რა წამწოლილი ვიყავი და სკროლავდი შევედი იმ ლაივში სადაც კაბებს ავყიდულობ ხოლმე ხო და საქართველოში ქართულ ლაივში ხო და ну იქ უკვე ხო ერთმანეთს ხო იცნობს რა ყველა ლაივს თავისი სასტავი ხო ყავს და არ ვიცნობ ადამიანებს უბრალოდ ერთმანეთს რომ მიესალმები და უკვე ერთმანეთის ზომები რო იციან და იქით რაღაცა კომენტარებში რომ ერთმანეთს რაღაცას ვეთყვით. და მთლად ისე აი როგორ გითხრათ არ ვიცი ადამიანი არ ვიცი როგორია და უთხრა ის ვინც ყიდის რა ვინც არის ჩვენი გოგო თეა გაზომეო ზედა იყო გაზომა და ეგო გადაუდეო ჩემზე უთხრა ჩემგან საჩუქრათო. აი რა მოგივა ადამიანს უცხო ადამიანს აბსოლუტურად იქ გაცნობილს და აი ვირტუალურად რომ გააქვს განწყობა ვიღაცის მიმართ კეთილ განწყობა და გინდა რომ რაღაცით ასე ამოვნო ხო და მაჩუკა აი არ ვიცი როგორ გითხრათ თან ხო დაიბნევი თან ხო ძალიან გიხარია და გესიამოვნება აი რო იტყვიან ხოლმე ო მიდი საჩუქრები ყოველთვის ყველას უხარია ხალხო ჯერ ეგ რა თუ ვინმეს არ მოწონს არიან ეგეთი ადამიანები არ მოწონთ უბრალოდ არ უნდათ რომ დაივალდებულონ თუ რა არ ვიცი რა როგორ მსჯელობენ მაგრამ იმდენად ის ვიგრძენი ადამიანისგან აი არ ვიცი ძალიან დიდი მადლობელი დავრჩი და კარგადაც ვერ დავინახე, იმიტომ რომ არც ვფიქრობდი თუ რა იყო, თუ რა ჩემთვის იყო თუ არა, საერთოდ არ ვიფიქრე. ხო და მოკლედ ამის თქმა მინდა რომ აი აქ ახლა კიდე რო ჩამოვედით, ხო, მე ყოველთვის მომაქვს ხოლმე რამე იქიდან რომ ვასიამოვნო ამ ჩვენ ხაზეიკას და მაგის მულს, აი ქალი ხო იცით თქვენ ხანდაზმული რო არის მული და წამოუღე ორივეს მოცარელები, მოცარელას რულეტი გაკეთებული თინუსით და სოკოთი, ჩემი გაკეთებული სოკოს მარინადი და მოვარჩი. ესე იგი, ну ეხლა ეს ჩვენი ხაზეიკა, რა თქმა უნდა, ძალიან დაბალ ფასგვიან გარეშე უკვე ისე ვართ, რომ აი რა ვიცი რა, მაგრამ ის შეწუხებული აღარ იცის რა მაჩუქოს მული და თქვენ მოხუცი რომ მოიხარათ ხერხემალი რო თქვათქო ხო და აი რით გადაგიხადოს სამაკი რა გასიამოვნოს აღარ იცის ხან ლიმონები მომცა ვიღაცამ მოუტანა აჩუქა და მე მაჩუქა 4 ლიმონი ყველაზე კარგები არ მომიჭი მე ამოვიდი ინოჩენტე მანქანას აჩერებდა მე ამოვედი სახში და ამოვიდი ინოჩენტე პარკს მაზიოს ეგეთი ხო მე იმ ხაზეიკა მოგვაწოდა ფავე ქვია პარკოსანია როგორც ბარდა, ოღონდ უფრო ბრტყელია და უფრო სხვა გემოაქვს რა, უფრო ცოტა მტკლარია. ხო და ჯერ ის გვაჩუქა ჩვენმა იმან. სახლის პატრონი. და მე იმან მომაწოდა იმჩიტე პარკი ესაო იმან გამოგიგზავნაო იმ ბრუნამ. ხო და რა არის მეთქი გავხსენი და ორი პარკი იყო გარჩეული, გაყინული, გაეყინა. ორი პარკი იყო ეს ბარდა გარჩეული, ორი პატარა პარკი, ორი გაკეთება და პლუს ისა ზღვის პროდუქტები, სეპიები ქვია, კალამარების ბიძაშვილი. ეგეც გაყინული, ძვირფასია ხალხო 25 евро ღირს კილო, ხო და ეგეც გამოატანა საჩუქრად. აი ხან ყვავილებს დამიკრეფავდა და იმას მომცემდა ხან
აი არ ვიცი როგორ გითხრათ და ეს იმხელა რამე ადამიანებში უბრალოდ რომ სურვილი გააქვს რომ იმ სხვას რამე ასიამოვნო რამეთი გაახარო და შენ ამ დროს რო გიხარია რა ვიცი მე ჩემთვის ეგ ძალიან დიდი რამეა აი ძალიან ხო და რაზე ვამბობ იცით იმხელა ძალას მაძლევს მე აი თუნდაც პირადში რომ ხომ მომწერთ ხოლმე ძალიან ბევრს კიდეც რამდენჯერ ვერ უპასუხე რამდენჯერ ჩემებს ვისაც პირადში ვეკონტაქტებ მე და ფიქრი ერთდაირები ვართ მივწერთ ერთმანეთს ერთი კვირის მერე ვხედავთ ნინო არა ნინო ყოჩაღია ოპერატიულია მაგამ ბავშილელაც ნათია და ვერო სარასცალია გამოცდები ინსტიტუტი უნივერსიტეტი ხო და მაგრამ რის თქმა მინდა იცით უცხო ადამიანები რომ კითხულობენ და ბოდიში რომ გაწუხებ რას მაწუხებ ხალხო პირიქით დიდი მადლობა რომ ვინმე უცხოად ვინმე არ არის სიტყვაზე მე მიცნობს მე ხო არ გიცნობთ მაგრამ თქვენ ამდენი წელი ხო მიცნობთ მაგრამ რის თქმა მინდა იცით შენიათსავი არ არის და უბრალოდ ფიქრობ რომ როგორ არის და მოვიკითხო რამ ხევა რამია რა ძალა ხალხო ჩემთვის მაგალითად არ ვიცი ვერ გეტყვით ხო და აი რავი რა ეხლა აქ ძალიან გემრივლად ვატარებთ დროს იმიტომ რომ დილით ავდგებით სახში ჯერ სანამ ვიბურბუცებთ ვისაუზმებთ ძალიან უცებ რაღაცას გავაკეთებ ხოლმე რაღაცა უბრალოს რა გარეთ არ გვისადილი არ გვევახშმია არ აქვს ქონია რესტორანი გასვლა ამჯერად იმიტომ რომ ჯერ ერთი ეხლა ყველაფერი დაკეტილია ასუფთავებენ მზადება ყველაფერზე და დიდი არევდარევა მაგრამ სახში ვამაშვებით უცებ რამეებს დილით მე გავდივართ რომ ვისაუზმებთ მოუწესრიგდებით ჩავიცვეთ გავდივართ ერთ იქითაბა მხარეს ბარში სამხრეთისკენ ეგრე დაუძახოთ იქ რო დაგვინახა იგოგო პირველ დღეს რომ მივედით და დაგვინახა შორი და ხელებს გვიქნე და გარეთ იყო ეწეოდა და გვიცნო მე ვთხარ როგორ გვიცანებით რას ამბობ როგორ არაო ხო და იქ დავსხდებით ყავას ავიღებთ ხოლმე დილით მაგალითად მეტი არაფერი ყავა წყალი რაღაცა მერე საღამოთი მოვალთ ვისადილებ წავგორდებით ავდგებით ისევ ცოტა ხანიან კარტს ვითამაშებთ რაღაცა ცოტა მოსაღამოვდება და ჩავიცმევთ ისევ გამოვიპლანტყვებით რაც გვაუხრე ძალიან ცოტა რამე მაქვს წამოღებული სიმართლე გითხრათ და ისა გავალთ ახლა მეორე მხარეს იქით ძვირფასი ბარია ძალიან ძვირი ღირსი ყველაფერი საერთოდ საღამოთი დავდივართ მაგრამ იქ კომპლიმენტიც მოაქვთ ანუ შენ კიდაც არ შეუკვეთოთ კბილეული უკვე იციან რომ ლაქტოზას გარეშე აინოჩენტე და ისა და რამე მოაქვთ ან ბრაუნები პატარა ნაჭრეები ან რამე ისეთი ნამცხრეული რაღაცა ტკბილი ან შოკოლადები რაღაცებს აუცილებლად მოაყოლებენ ხოლმე იქ უფრო საღამოთი უფრო მრავალფეროვანად ვიღებთ რაღაცას ვცვლით რა საღამოთი მარტო ყავა არა ხო და მოკლედ ასე გაყავს და უბრუნდებით მერე ვივახშმებთ ტელევიზორს უყურებთ რაღაცას გავიხუმრებთ გავისაუბრებთ და დავეყრებით შუაღამეზე აი ეგრე დავისვენეთ გემრიელად ხო ნუ ხანდახან დილით უფრო როცა რაღაცები გვაქვს საყიდელი ბანკაით გავდივართ მე კიდე დამატკბობლის წამოღება დამავიწყო და სახლიდან და აქ არა და გვერდზე ქალაქშია ის მაღაზია სადაც ვყიდულობ და ერთი დილა იქ წავედით ბატონო გავისეირნეთ იქ სან ბენედეტო დელ ტრონტო ქვია მარკე ეს არის აბრუცო და იქ რო გადავალთ უკვე მარკეა სხვა რეგიონია და იქ წავედით იქაც რაღაცები ვიყიდეთ განსხვავებული რამეები ხოლმე და ასე გადის დრო ამნაირად გავერთეთ მართალია ეხლა არანაირად არ აქვს ქონდა დაგეგმილი უკვე აგერ ივლისის 10-დან აქვე ახლოს ამ ქუჩიდან რო გავალთ პირდაპირ გზის პირზე არის სასტუმრო სადაც გვაქვს ჯავშანი ხო და თვენახევარში ისევ წამოვიდა წამოვიდეთ რა დასასვენებლად და არანაირად არ ვფიქრობდით რომ დაგვესვენა მაგრამ რადგან აღდგომებზე ვერ გავედით რადგან ამნაირი ნერვები ჰქონდა ჩემ ქმარს გაწეული უცებ გადაწყდა და ნუ არა უჭირს რა ცოტა რა თქმა უნდა იხარჯება ცოტა ფული წეღან იმაში ვიყავით
იმ ლაივში რო ვიყავი და ლაივში შემოდიან ვიღაცები თავის რეკლამას ადებენ და შემოვიდა ვიღაცა და წერს რომ ვისაც გინდათო სესხიო არ მოგერიდოთო მე ფულს 8%-ებენ ხო და არა და იმ ლაივში სულ ყველა ვართ ან იტალიის ემიგრანტები ან საბერძნეთის ემიგრანტები ისე რომ დიდათ არავის არ უჭირს რა იმის თქმა მინდა აი ისეთი ვალიანი ემიგრანტები არ არიან უკვე რო დიდი ხანია რო აქ არიან და ისა დაგვადგა მე და ერთი კიდე სხვა არის ისიც მგონია იტალიაშია და იმას მოგვადგა კიდე თუ არა რომ ისაო დამიკავშირდით მე ვთქვი არ მინდა შეიძლება თუ კიდე მოგცემ და მე დაბალ პროცენტში მოგცემ და შენ აუწიე ვეხუმრებოდი რა თქმა უნდა სად მაოხრია მე ფული არა მაქვს მე ფული არა მაქვს მაგრამ სული თავარ მდიდარი აი რა შეასაქმე და მე კიდე ჩემი ქმრის ფული ჩემი არ ინოჩე ამბულანსა დომა ყვა დაიცით ხალხო ის არის სასტრაფოა No, mi sa che stanno portando qualche disabile. ეთყობა ის არის ფიზიკურ შეზღუდული გადაადგილების შეზღუდული პირია და ის არ მიყავთ არ მოიყვანეს არ ვიცი. ხო და ამნაირად ავართ ჩემო კარგებო დაუბრუნდები სახლში, ჩავდგები კალაპოტში კევოიპერკე მიგვარდი. ჩავდგები მე კალაპოტში და სახლიდან ჩავწერ კარგ ვიდეოს. ეხლა მთავარი ის იყო რომ ინოჩენტეს როგორმე რეკლამა მივცეთ. რეკლამა გაუწიოთ. ჩვენ გვერდზე, ანუ როგორ გითხრათ, სადარბაზოში ეს სამსართულიანი არის სულ ამ ქალისა. კერძო სასტუმრო არ არის. ჩვეულებრივი სახლია, მაგრამ აქირავებს, ხო? ხო და ხო ვიღაცა მოიყვანეს cali la c'è una femmina, ti ricordi anche quando c'era terremoto che stava là con la carrozzina? Non ti ricordi? Quando era terremoto che stavamo scappando. Quello hanno portato. Xoda. Xoda, აქირავდა ჩვენ გვერდზე ბინა არის გაქირავებული, ოღონდ მთელი წელია გაქირავებული. რაც ჩვენ აქ მოვდივართ 8 წელია, ეგ სუმანდარი ეგა, რუმინელი. Xoda, ყავდა ცოლი. ის ცოლი გაუშვა, ახალი ყავს ახლა და აი 2 წელია უკვე მეორე მესამე ჩამოსვლაზე ეს ახალი ყავს და ჯერ ხოუბანში ხო ყველას ეჩხუბა თურმე ის ამყავს მე ინფორმატორი ბრუნა დაბლა ყველაფერს ხო მომიყვება ხოლმე ხო და ყველას ეჩხუბა გადა იმას ქნა ყველას თავზე და ეხლა როგორც კი ეს ქმარი წავა დილით სამუშაოზე არ ვიცი ვინმეს ვიდეო თვალით ელაპარაკება თუ ისე ტელეფონზე ელაპარაკება საათები ყვირის ხალხო ყვირის ისეთი ხმამაღლა საუბრობს რომ აი არ ვიცი რა გითხრათ გაუჩერებლად იქით ამ ხრიდან ადამიანი ერთ სიტყვას თუ ეტყვის არ ვიცი დანარჩენი ეს ლაპარაკობს დილას იყო ზუსტად 2 საათი იყვი რა ახლა ჩვენი ხაზზე იკასაუბრობს ეზოში ხო და იმას ვამბობ რომ ეხლა ის რომ ესმის რომ უცხო ენას საუბრობს და ყველას ყურში ხვდება ეხლა მე ვფიქრობ რომ მეც რო აქ ვიდეოს ვწერ და გარეთ ხმა გადის კიდევ უკეთე ყველაფერი მასევე მოხდება ყურში მაგრამ კი არაფერს არ იტყვიან ძალიან პატარა ქალაქია ტურისტული ზღვისპირა ქალაქია პატარა მაგრამ ძალიან ბევრი უცხოელია ქართველი არ არის რუსები, უკრაინელები მხდება ძალიან ბევრი და ისე მაროკო, რუმინელი, ბულგარელი, აი იქ რა ვიცი, ბელორუსიელი კაცი ცხოვრობს ბინა უყიდია. ძალიან ადგილობრივი მოსახლეობა არის ძალიან ტოლერანტული ამ უცხოელების მიმართ. ოღონდ ესენიც უცხოელებიც კარგად იქცევიან, ანუ არა ქურდობენ, არაფერს არაშავებენ ისეც ეხლა ისინი ვინც არიან აფრიკელები ისინი არ ამუშაობენ. ისინი ცუდ საქმეს ეწევიან მარტო იმას რომ ყიდიან, ხო იცით? არა, ეგენი არა, დანარჩენი, აი რა ვიცი მე სიწყნარია არ არის რაღაცა ისეთი ცუდი ისინი ქურდობები ჩვენთან რომ ყველაფერს კეტავთ სალვე ყველაფერს რომ კეტავთ და ვრაზავთ აქ ეგრე არ არის მაგის საშიშროება არ არის
ხო და ლიკა ჯიშვილი. თიგიშვილი. ლიკა შენ კომენტარს აკითხულობს ინოჩენტე. ჩემ რომან. ყველას კომენტარებს აკითხულობს იცოდეთ. ხო და მოკლედ ეგეთი პატარა ქალაქია, სიწყნარია, სიმშვიდეა, რა ვიცი მე რა, ყველაფერი ნორმალურად არის და ასე ვარ ჩვენც. კვირას დავბრუნდები, სანამ მე სახლს დავაბინავებ, ხო, დატვირთული მაქვს. ეხლა რა მოხდა? აემეებზე ხო მქონდა დანიშნული 15-ში. დღერა, ხვალე მქონდა ეს. ინოჩენტე მითხრა, რამე გვაქვს ისეთიო, რომ მე რო ვთხარ წავედით მეთქი. მე ვთხარი გვაქვს, მაგრამ გადავდებ. იმიტომ რომ არაფერი არ მიღირდა არაფრად, ოღონდაც ეს წამომეყვანა, ხო და ეს ამ მქონდა ხვალე. ამაზე უნდა მივსულიყავი ამ პაპილომებზე. მეთქი მეხიშე და ამდენი წელია მივლია და ეხლა რა მოვკვდები, ხო და კიდევ კარგი დავრეკე, კი არა და მესინ WhatsApp-ზე მივწერე, ხო და გადამიტანეს და დამინიშნეს, quando mi hanno messo in noce giorno 25, questo qua. 25 რიცხვისთვის დამიბარეს და მეთქი ეგეც მოგვარდა. ეხლა რო ჩავალთ, არა ვფიქრობთ არაფერზე, იმიტომ რომ ჩავალთ 21-ში ჩემ ფეხზე უნდა მივიდეთ, მუხლი უნდა გავაშუქო, უნდა გავიგო ეს რომელიც თვითონ კარგი, ერთი ბუზი დაფრინავს და როგორნაირად ეს მიშლის. 21-ში ეგა გვაქვს, 25-ში ამეებზე უნდა მივიდე, მერე ინოჩენტე არის მისასვლელი უროლოგთან, ივნისის პირველებში ჯერჯერობით ეგ არის. ჯერჯერობით და მერე ღმერთმა თუ არაფერი გამოატყურინა და თუ არაფერი გამოაჩინა, მერე 10 ივლისს ჩამოვალთ ისე. მერე უკვე ნამდვილი დასვენება გვექნება, იქნება ზღვაც, ეხა ჯერ ცივა. რამდენიმე გიჟი კი გავიდა მაინც და წყალში კი არ ჩადიან, მაგრამ კუპალინკებით არის მზე რომ მიიღონ, ხო იცით? რუჯი. ასე რომ წავედი ხა მე ხალხებო, აბაჰე და აბაჰო, მადლობა წინასწარ ყველას. ინოჩენტეს Innocente, al posto tuo sto dicendo grazie. Fai bebus da prima. Grazie. შენ მაგივრად მეუბნები მეთქი მადლობას და თვითონვე დაიყვინა. ასე რომ ხალხო გავახაროთ ეს ინოჩენტე და სიკეთე გვექნება. Non puoi Innocente, devo uccidere. O devo aprire e se esci da solo. Da prima უნდა გავაგდო ეს პულსი. წავედი აბაჰე და აბაჰო ხალხებო. ადგე კოცნით ყველას და მალე შევხვდებით. წავედი.